საღამოშტობის მოგესალმებით ყველას. როგორც თქვით, დღევანდელ დღეს მოკლედ ვისაუბრებთ ნათლობის შესახებ, იმიტომ რომ ნათლისღებით დღესასწაულის წინა პერიოდში ვიმყოფებით. ვისაუბრებთ ნათლისღების შესახებ, ნათლობის შესახებ და ქრისტიანის პასუხისგებლობაზე ნათლისღების დროს. მინდა გითხრათ, რომ პირველ რიგში რაც მთავარი უნდა ვიცოდეთ, რომ ყველა დღესასწაული, მაგალითად ეხლა ნათლისღების დღესასწაული არ არის წყლის შესახებ დღესასწაული. ნათლისღების დღესასწაული არ არის ნათლობის შესახებ დღესასწაული. ნათლისღების დღესასწაული არის ქრისტეს შესახებ დღესასწაული. ყველა დღესასწაული არის ქრისტესთან დაკავშირებული. ამიტომ ჩვენ ქრისტე უნდა ვეძებოთ. არაფერი არ უნდა გადაგვეღობოს ჩვენ, სადღესასწაულო თუნდაც რიტუალი არ უნდა გადაგვეღობოს ჩვენ წინ იმისთვის, რომ ჩვენ ქრისტეს მივუახლოვდეთ. ყველა დღესასწაული ეკლესიაში არის იმისთვის და ყველა რიტუალი თუნდაც ეკლესიაში არსებობს იმისთვის, საიდუმლოებები არსებობს იმისთვის, რომ ადამიანი მივუახლოვდეს ქრისტეს. ანუ ყველა ნათლისღების დღესასწაული არის დღესასწაული ქრისტეს შესახებ. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ვიცოდეთ. გამომდინარე აქედან, ნათლობა ზოგადად, ხო? ანუ როგორც საიდუმლო ნათლობა, ესეც ქრისტეს შესახებ არის, მოკლედ და ქრისტესთან მისაახლოვებელი არის. ანუ არ არსებობს რიტუალი ცალკე ნათლობისა და არ არსებობს ცალკე ქრისტე. ანუ ქრისტეა ყველაფერი, ანუ ჩვენ ყველაფერს ვიყენებთ იმისთვის, ვიყენებთ რა ღმერთმა მოგცა საშუალებად იმისთვის, რომ მას მივუახლოვდეთ. დღევანდელი პრობლემა საზოგადოებაში ზუსტად ეს არის, რომ ადამიანებს უნდათ გარკვეულწილად რიტუალში მონაწილეობა მიიღონ, მაგრამ ქრისტე არ უნდათ. ანუ ქრისტეს გარეშე ქრისტიანობა მკვიდრდება თითქოს ადამიანთა ყოველდღიურობაში. მათ შორის ქრისტიანების ყოველდღიურობაში და ეს არის ძალიან ცუდი რამ და ეს არის თავისთავად როგორ თქვა იცი ჭეშმარიტების ანუ ქრისტიანობის დამახინჯება არის ეს ადამიანის მხრიდან. დღევანდელ დღეს მინდა უბრალოდ გავიაზროთ, პირობითად გავიაზროთ რა არის თვითონ რა ხდება ადამიანში ნათლისღების დროს, მოკლედ ადამიანში, რა არის, როგორ უნდა ვემზადებოდეთ ნათლისღებისთვის და ნათლობისთვის ადამიანები, ხო? მე მინდა მაგალითად მოგიყვანოთ ორი ავაზაკის მდგომარეობა, რომელიც ჯვარცმული იყვნენ ქრისტესთან ერთად. აბა გაიხსენეთ, რა ხდებოდა, როდესაც მაცხოვარი ჯვარზე ეკიდა. ერთი ავაზაკი იყო მარჯვნივ გაკრული, რომელიც სინანულში ჩავარდა და მეორე ავაზაკი, რომელიც მოკლედ გმობდა მას და ეუბნებოდა, რომ თუ შენ ხარ ქრისტე, ისე იგი იხსენი საკუთარი თავი და ჩვენს გადაგვარჩინე, რომ რა უნდოდა მას, რომ ისევ გაეგრძელებინა თავისი ავაზაკური ცხოვრება. ვინ იყვნენ ეს ორი ავაზაკი? ეს ორი ავაზაკი იყვნენ, რომელიც ცხოვრობდნენ ავაზაკური კანონზომიერებით, ამ წუთისოფლის სულისკვეთებით რო ავიღოთ. სხვის უბედურებაზე საკუთარი ბედნიერების მომწყობი ადამიანები იყვნენ და დღევანდელ სამყაროს თუ გადახედავთ, ამ ორი ავაზაკის სულისკვეთება, ავაზაკური სულისკვეთება და მათი შემდეგი ხვედრი, რაც ჯვარზე არის, ეს არის დღევანდელი წუთისოფლის სული. ამ ორ ავაზაკს შეგვიძლია დაუკავშიროთ ნებისმიერი ადამიანი, ჩვენი, მთელი საზოგადოება და კაცობრიობის შინაგანი მდგომარეობა. ერთი, რომელიც ღმერთად აღიარებს შემდეგ უკვე მაცხოვარს და მეორე, რომელიც მოკლედ გმობს მას ასე. და ჩვენ ვიცით ესეთი რამე, რომ ორივე ავაზაკმა მიიღო თავისი ხვედრი. ერთმა თავისი სინანულისთვის მიიღო სათავსუფეველი და მეორე ავაზაკმა თავისი, ესე რომ ვთქვათ, ქმედებების გამო, ქრისტესთან მისი დამოკიდებულების გამო მიიღო მოკლედ სასჯელი.
აი ეს ორი მდგომარეობა არის ნათლობის დროს რო ვიცოდეთ და აი ხა ავიღოთ წმინდა წერილში აი ნათლობის დროს იკითხება ასეთი რამ რომ პავლე მოციქული რომაელთა მიმართ ეპისტოლეში მე-6 თავში სადაც ნათლობის შესახებ ანუ ნათლისღების შესახებ არის იძახის ასეთ რამეს რომ ჩვენ ქრისტესთან ერთად კვდებით და ქრისტესთან ერთად აღსდგებით. ანუ აქ რაღაცასთან გვაქვს კავშირი, ანუ ჩვენ გვაქვს კავშირი სიკვდილთან და ქრისტესთან ერთად დაფლასთან და ქრისტესთან ერთად აღდგომასთან. აი ძალიან საინტერესოა აი ამას აი მდგომარეობას, ანუ რას გულისხმობს აქ პავლე მოციქული და რა არის ეს, რას უნდა განვიცდიდეთ ჩვენ, თუნდაც უფროსი ადამიანები, რომლებიც თქვათ ემზადებით მოსანათლად, ხო? ან ნათლიები, რომლებმაც ბავშვები უნდა მონათლონ. ისინიც ამავე პასუხისგებლობის ქვეშ არიან, იმიტომ რომ მათი მშობლები, რა თქმა უნდა და ნათლიები ამ პასუხისგებლობის ქვეშ არიან, იმიტომ რომ მათაც ევალებათ ეს, რომ რაზეც ახლა დღეს ჩვენ ვისაუბრებთ, იმათ უნდა აღასრულონ, იმიტომ რომ ბავშვები ინათლებიან საკუთარი მშობლების, ესე რომ ვთქვათ, სარწმუნოებით და ბავშვები ისე ინათლებიან თავისი ნათლიების სარწმუნოებით. აი ნახოთ ახლა როგორი რაღაცა არის, აი რა ეს ორი ავაზაკის მდგომარეობა მოკლედ დავახასიათოთ, ხო? ავაზაკები არიან სიკვდილის პირას მისულები. აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. ისინი ორივენი არიან სიკვდილის პირას მისულები და არაადამიანურ ტკივილს განიცდიან. ხო? და აი ეს არაადამიანური ტკივილი, რომელიც ადამიანში არის, ეს ტკივილი, ამ ავაზაკებში არსებული ტკივილი, ხსნის მათ ნამდვილ შინაგანს. ანუ ნახეთ, ის იმედები, რომელიც მათ ჰქონდათ საკუთარ ძალაზე, საკუთარ გონებაზე, საკუთარ ინტელექტზე, ანუ საკუთარ სილამაზეზე, საკუთარ გამჭრიახობაზე, საკუთარ მუსკულატურაზე, ესე რომ ვთქვათ, ანუ საკუთარ შეიძლება იარაღზე, ანუ რაღაცა იმედები ჰქონდათ მათ ამ წუთის სოფელში, რა იმედებიც დასრულდა. ანუ თავიდან ბოლომდე განიარაღდნენ და არიან ჯვარზე გაკრულები. ანუ სიკვდილის წინ არიან და საშინელ ტკივილებს განიცდიან. ამიტომ აი ძალიან მნიშვნელოვანია ჩვენ რომ ვიცოდეთ, რომ ქრისტიანად დაბადების პროცესი ეს არის მტკივნეული პროცესი. აი პირველი რაც ჩვენ უნდა დავიმახსოვროთ, რომ ქრისტიანად დაბადების პროცესი ეს არის მტკივნეული პროცესი. რატომ? იმიტომ რომ საკუთარი თავის წინააღმდეგ არის წასული. ანუ ქრისტიანი ადამიანი დინების საწინააღმდეგოდ იწყებს სვლას. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ყველამ რომ მოკლედ დავიმახსოვროთ, ხო? ძალიან კარგად. და აი ეს ამ წუთის სოფელში იმედგაცრუება ადამიანში აღმოაჩენს და აპოვნინებს ადამიანს ქრისტეს. ანუ რას, რომ ეძებს საყრდენს, ეძებს იმედს და აი ამ იმედში უბრალოდ მოდის შემდეგ ქრისტე. აი ეს ორი ავაზაკის მდგომარეობა არის ზუსტად ეს, ანუ ქრისტე იქვე არის, მაგრამ ერთი ხედავს და მეორე ვერ ხედავს. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისე იგი ადამიანი ამ დროს საკუთარ გულში ჩადის. ადამიანი ჩადის საკუთარ გულში და აი ამ როგორ გითხრათ, მანამდე არსებულ იმედების მსხრევა იწყება. დამსხრევა იწყება ამის. და შემდეგ უცებ, აი ნახეთ, ამ ავაზაკს, რომელიც მარჯვენი ვიყო, გაუნათდება გონება და აღმოაჩენს საკუთარ დაცემულობას, საკუთარ ცოდვილობას. აი ის ადამიანი, ვინც ქრისტესთან შესადგომად ემზადება და მე მინდა გითხრათ, რომ ნათლისღება ეს არ არის ისტორია უბრალოდ, რომელიც მოხდა 2000 წლის უკან, იმიტომ რომ ჩვენ ნათლისღების დროს ზუსტად ამას ვიხსენებთ ქრისტიანები, რომ ჩვენ ზუსტად აი შინაგან ამ განცდას უნდა აი იმის გარო ნათლისღების დღესასწაული არის გახსენება იმისა, რომ ქრისტე არის მხოლოდ ჩვენი იმედი. აი ეს არის, აბა დაუკვირდით, ქრისტეა ჩვენი იმედი, ჩვენ ოდესღაც ქრისტეს შეუდექით. ჩვენ ოდესღაც ავირჩიეთ და ვთქვით, რომ ქრისტე არის ჩვენი იმედი. როდესაც მოვინათლეთ, ვთქვით, რომ ამ წუთის სოფლის სულისკვეთებას განვეშორები და შევუდგები ქრისტეს.
ნათლისღების დღესასწაული გახსენება არის ჩვენი დადებული ფიცისა. როდესაც ჩვენ ნათლობის დროს თუნდაც პატარებმა, მაგრამ შემდეგ რო ტაძარში მივედით, ხო გავიაზრეთ ეს. ანუ ჩვენი დადებული ფიცის გახსენება არის. რომ უფალო მე ოდესღაც შენთან დავდე ფიცი იმისა, რომ მე ვიცხოვრებდი როგორც ქრისტიანი ადამიანი. ნათლისღების დღესასწაული ეს არის პასუხისგებლობის გახსენების დღესასწაული. ყველა დღესასწაული ესეა, მაგრამ აი ნათლისღების დღესასწაული უშუალოდ გახსენება არის ჩვენი, ანუ როგორ გითხრათ, იცით, აი სიყვარულის ფიცის დადებისა ქრისტესთან, ქრისტესთან ერთად ყოფნის დადებული ფიცისა. აი ეს არის, ამის გახსენება არის. და თუ კი ადამიანი უბრალოდ აი დაუკვირდით ამ შინაარსს არ ატარებს და ის ადამიანი ტაძარში მიდის მხოლოდ იმისთვის, განა არა, რა თქმა უნდა, აი ხა არავინ იფიქროს, მე იცი თქვენ რომ არ მიყვარს ხოლმე რაღაცა ესე მორალისტისენით საუბარი, მაგრამ აი მხოლოდ იმისთვის მიდის ადამიანი, რომ წყალი წამოიღოს, ანუ წყლის დღესასწაული არ არის, კიდევ და კიდევ შეგახსენებთ. ნათლისღება არ არის დღესასწაული წყლის შესახებ. ნათლისღება არ არის დღესასწაული ნათლობის შესახებ. ნათლისღება არის დღესასწაული ქრისტეს შესახებ. ანუ ყველაფერი ეკლესიაში ხდება იმისთვის, რომ ადამიანი და ღმერთი შეხვდეს ერთმანეს და ადამიანი შეიცვალოს და გახდეს უკეთესი. ამიტომ დღეს ქრისტიანი ადამიანი ფიქრობს იმაზე, რომ მე რომ ნათლისღებას ტაძარში მივდივარ, მე უნდა გავიხსენო ჩემი პასუხისგებლობა, რომელიც მე ღვთის წინაშე მაქვს დადებული ნათლობის დროს, რომ მე ქრისტესთან ერთად ყოფნა უნდა შევძლო. მაგრამ აი ამ ავაზაკის მსგავსად ვაგრძელებ ახლა ისევ საუბარს, ამ ავაზაკის მსგავსად ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ შესაძლებელია ქრისტე დავინახოთ, თუ კი ამ წუთის სოფლის სულისკვეთებისაგან დავიცლებით. ანუ იმედები, რაზეც ჩვენ გვაქვს, აი როგორ გიხართ, იცით, ნათლისღების დღესასწაული არის, აი შობის დღესასწაულის, ნათლისღების დღესასწაულის და ყველა პრინციპში დღესასწაული არის გახსენება იმისა, რომ ქრისტეა ჩვენი ერთადერთი იმედი. ანუ ყველა იმედი უნდა გადავდოთ გვერდზე. და აი დღევანდელ დღეს უნდა გადაამოწმოს ადამიანმა, რომ ქრისტეს მოიმედევარ მე, თუ სხვა იმედები მაქვს უფრო მეტად, სხვისი იმედი, ან სხვა რამის იმედი მაქვს უფრო მეტად მე ჩემს ცხოვრებაში. და აი დღესასწაული ზუსტად ნათლისღებისა გვახსენებს ამას. მაგრამ კიდევ ვიძახი, ჩვენ რომ ქრისტეს მოიმედენი ვიყვეთ, მაშინ ჩვენ უნდა საკუთარი გულის ჯოჯოხეთში ჩავიდეთ, როგორც ის ავაზაკი, რომელიც მარჯვნივ იყო ჯვარცმული. იმიტომ რომ ნათლისღება ეს არის ჯვრის გოლგოთის გზა. ჩვენ როდესაც ნათელი ვიღებთ, ჩვენ გოლგოთის გზას შევუდექით. ნათლისღება ეს არის გზა, ქრისტეს ის გზა, რომელიც ქრისტემ გაიარა. და ჩვენ მის კვალს მივყვებით. იმიტომ რომ ქრისტესთან ერთად ნათლღებულნი, დაფლულნი და აღდგომილნი ჩვენ აი ჩათვალეთ, რომ რაღაცა სხვა რეალობაში აღმოჩნდით უცებ. ნათლისღების მერე ადამიანი სხვა რეალობაში აღმოჩნდება და ის მიდის გოლგოთის გზისაკენ. ჩვენი გზა არის გოლგოთის გზა. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მუდამ გვახსოვდეს სიტყვები, რომ აი ეს წუწუნი, რაღაცა შინაგანი მუდმივად აი რაღაცას ვერ ვაკეთებ და ეს აი რაღაცა შინაგანი გულგატეხილობა, მოწყენილობა არ უნდა შემოეჩვიოს ადამიანს იმის გამო, რომ ჩვენ ქრისტეს გზას ვადგევართ. ჩვენ ხედავთ ჩვენს გარშემო მყოფ ადამიანებს, რომლებიც ამ წუთის სოფლის სულისკვეთებით როგორ ტკბებიან. ტკბებიან, ანუ ყველაფერი აქვთ თითქმის ადამიანებს ამ წუთის სოფლისა, რაც შეიძლება იყოს, მაგრამ ერთადერთი რაც შეიძლება მათ არ ქონდეთ, ეს არის ქრისტესთან ერთად ყოფნის მოკლედ სურვილი. აი ქრისტიანი ადამიანი ეს არის შედგომილი გოლგოთის გზას. ნათლობა ეს არის კარი, რომელიც შეიღება და აი ეს გზა არის, აი წარმოიდგინეთ მაცხოვარი რომ იერუსალიმში შემოდის. გაიხსენეთ როგორც მისი დღესასწაული როა ხოლმე დიდებით შესვლა იერუსალიმში ბზობის დღესასწაული, აი ესე იღება იერუსალიმის კარი და ჩვენ ამ იერუსალიმში შესვლით შევდივართ, მთელი ჩვენი ცხოვრება გავდივართ აი ამ გოლგოთის გზას, რომელიც უნდა დასრულდეს ჩვენი ვნებების, ჩვენი ცოდვების, ჩვენი მიდრეკილებების,
ჩვენი ესე იგი არასწორი განწყობების მოკვდინებით, ჯვარზე, ანუ ჯვარცმით მოკვდინებით, შემდეგ უნდა დავეფლათ და შემდეგ უნდა აღვსდგეთ მოკლედ ქრისტესთან ერთად. ამიტომ ნათლისღება ეს არის გოლგოთის გზა, სხვა შემთხვევა არ არის. კი, სიხარული არის ხოლმე ხშირად, აი ბავშვს რომ ნათლავენ, რომ აი ნათელმა, ესე იგი ბავშვი მოუნათლეთ რაღაც და ხშირად სამუდამო პირსაც უჭირს ხოლმე აი ამ სიხარულის ჟამს, როდესაც მშობლებს უხარიათ, რომ ანუ მათი შვილი ინათლება, უჭირთ ხოლმე იმისი თქმა მათთვის, რომ იცი რა, ეხლა თქვენ რომ იცოდეთ, თქვენი შვილი და თქვენ შვილთან ერთად თქვენს ნათლიების და მშობლების შეუდექით ხელახლა გოლგოთის გზას. ეს არის ქრისტეს მცნებების შესრულების გზა. ეს არის საკუთარ თავში ჩახედების, ჩაღრმავების, საკუთარ გულის ჯოჯოხეთში ჩასვლის გზა არის ეს, ანუ გოლგოთის გასავლელი გზა არის. რას ხედავს უფალი ახლა? აი, როდესაც ნათლობაზე მივდივარ, თუ კი ჩვენ გვინდა აი ნათლისღების დღესასწაულზე და ან თუნდაც ვიღაცა ან ინათლებით უფროსი ადამიანი, ახლა მე ვიცი რომ ნათლისღებას ბევრი ადამიანი მოინათლება. მე ვიცი რომ ნათლისღებას ბევრი ადამიანი ნათლიები იქნებიან და აი მინდა რომ გაიაზრონ ამ ადამიანებმა ნათლიებმაც და თვითონ ვინც ინათლება, რა თქმა უნდა, ვისაც შეუძლია ამის გააზრება ასაკის შესაბამისად, იმიტომ რომ ყველა პატარა ბავშვი ახლა ამდენს ვერ შეძლებს და ვერ მიხვდება მოკლედ, რაზეც ახლა ჩვენ საუბრობთ. რას ხედავს უფალი ავაზაკში, რომელიც მარჯვნივ არის? რა არის მაგალითი ჩვენთვის? აი ეს ავაზაკი არის ჩვენთვის მაგალითი, რა მდგომარეობაა მასში და რა მდგომარეობა უნდა იყოს ჩვენში. რომ პირველი უფალი ხედავს, რომ ის ადამიანი არის სინანულში. ანუ სინანულის გარეშე ქრისტიანობა არ არსებობს. ქრისტეს დანახვა არ არსებობს სინანულის გარეშე. აი, უბრალოდ შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, აი, როგორი რაღაც სინანული რა არის, იცით? აი, წარმოიდგინეთ გაპრიალებული მინა, ძალიან გაპრიალებული მინა, რომელშიც რო გაიხედები, მეორე მხარე ჩანს. ანუ მარადიულობა ჩანს, სასუფეველი ჩანს, ქრისტე ჩანს. აი ეს მინა არის სინანული. ანუ თუ კი ჩვენ სინანული გაგვაჩნია და რაც უფრო ძლიერია სინანული, რაც უფრო სუფთაა და წმინდაა სინანული საკუთარი ცოდვებისა, მით უფრო მარადიული ცხოვრება მეორე მხარეს უფრო გამჭირვალედ ჩანს და რეალურად ჩანს, რეალურად იგრძნობა ადამიანში სათასასუფევლის ან მყოფობა. და თუ კი ჩვენ აი დააკვირდით ერთ რამეს, სარკე რითი არის, ანუ რა არის სარკე? როდესაც უკანა მხრიდან შეიღებება, ნელ-ნელა შეღებვას დავიწყებთ ამ მინისა, რა ხდება მაშინ? ხდება ის, რომ ვერცხლით, აი წარმოიდგინეთ, მოვერცხლოვითი არის შეღებილი, ანუ ვერცხლით როდესაც შეღება უკანა მხარეს, ნელ-ნელა რა ხდება? მეორე მხარეს განახედავ ადამიანი, არამედ ხედავ მხოლოდ საკუთარ თავს. ანუ ნახეთ რა არის ეგოიზმი და სინანული. თავმდაბლობა სინანული. ანუ ადამიანი, რომელიც ეგოიზმში არის, მარადიულ ცხოვრებას ვერ ხედავს, იმიტომ რომ მისი ეს მინა, რომლის იქითაც მარადიული ცხოვრება იხილვება და იგრძნობა და ჩანს, ის არ გამოჩნდება ადამიანის შინაგანში, რომელსაც ეგოიზმში ცხოვრობს. მაგრამ მონანული ადამიანი, აი ეგოიზმში ცხოვრობდა მეორე ავაზაკი, რომელიც იყო და ეუნებოდა, ისე იგი რომ გაანთავისუფლე შენი თავი და ჩვენს გაგვანთავისუფლე, რომ მას უნდოდა რომ ისევ და ისევ გაეგრძელებინა საკუთარ ეგოიზმში, ანუ იმ ავაზაკური საქმეების კეთება, ამ წუთისოფლის სულისკვეთებით ცხოვრება, რა სულისკვეთებითაც მოკლედ ის ცხოვრობდა მანამდე. ამიტომ მეორე ავაზაკი ვინ არის? ეს არის მონანული ავაზაკი. ავაზაკი, რომელმაც შეინანა და ნახეთ აი ამ სინანულმა, გულწრფელმა სინანულმა, რომელიც უფალმა მასში დაინახა და მისი გული დაინახა, ანუ დაინახა საკუთარ გულში ჩასული ადამიანი, რომელმაც აღმოაჩინა მთელი ანუ ნაგავი, ესე რომ ვთქვათ, საკუთარი ცხოვრებისა, განვლილი ცხოვრებისა, ადამიანი დაინახა, ავაზაკი დაინახა, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება და ანუ დაუთმო მოკლედ საკუთარი ეგოიზმის, სხვისი უბედურებაზე, საკუთარი ბედნიერების აწყობას
და შემდეგ მიხვდა ამას, რომ ესი არ უნდა გაეკეთებინა და ეს იყო ჯოჯოხეთის გზა, რომლითაც მოკლედ რომელ გზაზეც ის დამდგარი იყო და ჩავიდა საკუთარ გულში და აი მიხვდა ვინ იყო სინამდვილეში, აი ამ ნამდვილმა სინანულმა ნახეთ ეს საკუთარი ეგოიზმი წაშალა, ანუ ესე რომ ვთქვათ ქრისტეს დანახვისა, აი უბრალოდ მინდა რომ წარმოიდგინეთ ქრისტე არის შუაში, მარჯვნივ და მარცხნივ არიან ავაზაკები. აი წარმოიდგინეთ ორივე მხრიდან ეგოისტი ადამიანები არიან და ქრისტეს ვერ ხედავენ. ანუ ისინი სარკეში იყურებიან, რომ გამოიხედებიან გვერდით არის სარკე, სადაც საკუთარ თავს ხედავენ. პირველ რიგში ხედავენ მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ თავს და ამ საკუთარი თავის შეხედულებით ანუ ხდებიან რა საშინელ მდგომარეობაში არიან, ანუ უკვე სიკვდილის პირას არიან და აი ამ სიკვდილის პირას მისულებს ანუ ორი არჩევანი აქვს. ერთს აქ არჩევანი ირჩევს იმას, რომ ქრისტეს ანუ ყვედრის, იმიტომ რომ იესოში ქრისტეს ვერ ხედავს. ის ვერ ხედავს, რომ ვინ არის, ის არის იცის რომ ადამიანია, ქრისტეზე იცის ადამიანია, რომელსაც შეუძლია სასწაული მოახდინოს და ისე იგი რაღაცა გადმოხსნას ჯვრიდან. მხოლოდ ამას ითხოვს, რატო? იმიტომ რომ საკუთარი ეგოიზმის გაგრძელება უნდა, მაგრამ მეორე მარჯვნივ დაკიდული ავაზაკი ნახეთ რას აღმოაჩენს, ანუ ისიც კი რომ გაიხედება საკუთარ თავს ხედავს, მაგრამ რომ დაინახა საკუთარი თავი, რომ შეხედა საკუთარ თავს, დაინახა მისი შინაგანი მდგომარეობა, საკუთარი თავის შინაგანი მდგომარეობა და ისეთ საშინელ სინანულში ჩავარდა, რომ გაიაზრა საკუთარი ეს ცოდვილობა და საშინელი მდგომარეობა, აი ეს სარკე ნელ-ნელა უკანა მხარი, აი წარმოიდგინეთ, რომ ეს ვერცხლის ის ჩამოეცალა ამ სარკეს და ნელ-ნელა განამხოლოდ საკუთარ თავს ხედავდა, უკვე ქრისტეს დანახვა დაიწყო. არა იესოსი მხოლოდ და მხოლოდ როგორც კაცისა და ადამიანისა, არამედ როგორც მაცხოვრისა, როგორც ადამიანისა, როგორც წინასწარმეტყველისა, როგორც სულის მკურნალისა. შეიძლება განკაცებული ღმერთი ვერ დაინახა მასში, მაგრამ მან დაინახა, საღმრთო დაინახა. იმდენად ამ სინანულმა ეს სარკე, რომლისკენაც ის იყურებოდა და თვითონ ჩანდა, ეს ვერცხლის ესე იგი საფარი ჩამოეცალა, ქრისტეში ნელ-ნელა დაიწყო მან დანახვა საღმრთო განგებულებისა. და აი რაც უფრო მეტად სინანულში ვარდება, გაიხსენეთ მისი სიტყვები, ხო? რომ უფალო, არა ვარ მე ღირსი, რასეუნება არ ვარ ღირსი, რომ მე შენთან ერთად ვიყო, შენ რომ იქ იქნები, უბრალოდ მომიხსენიე. და აი ეს სინანული და ეს ესე რომ ვთქვათ, აი თამდაბლობიდან ამოხეთქილი ეს ლოცვა, რომელიც ტირილით და სულთქმით იყო ამოსული, აი ამან ესე რომ ვთქვათ, სარკე მთლიანად ჩამოაცალა და იმხელად იმდენად გამჭირვალე გახდა, რომ ქრისტე, ღმერთის ხილვა დაიწყო. და აი ეს ჩამოხსნილმა ამ მინამ და გასპეტაკებულმა მინამ და ქრისტეს დანახვამ და ქრისტეში საღვთო მადლის ამოცნობამ საოცარი გამოახდინა. მოახდინა რა? ეუნება მომიხსენე მე უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა და მაცხოვარი ეუნება, მე დღეს გეუნები შენ, რომ ჩემთან ერთად იქნები სამოთხეში. აი ჩვენი ცხოვრება ზუსტად ეს არის. ნათლისღების დროს ჩვენ ეს პირობა დავდეთ, რომ ქრისტეში ქრისტეს დავინახავდით. ჩვენ ქრისტეს გავყვებოდით, მაგრამ სამწუხაროდ ნათლისღების მერე ვიღაც შეიძლება ბავშვები მოვინათლეთ, მაგრამ დღეს ხო ვიაზრებთ ამას და ამიტომაც საუბრობთ, რომ იქრემ გავიაზროთ. ჩვენ აი ეს სპეტაკი, ესე რომ ვთქვათ, გასპეტაკებული მინა, რომლიდანაც ქრისტე შევიმოსე და ქრისტე მოსჩანდა და ქრისტე ჩანდა და ადამიანი გაწმენდილი და გასუფთავებული იყო, როგორც აი ეს მინა, აი ნელ-ნელა ჩვენი ცოდვებით და ჩვენი ეგოიზმით, ჩვენი პატივმოყვარეობით, ჩვენი ვნებებით, ჩვენი აი უამრავი ესეთი ცუდი მიდრეკილებებით ეს მინა ისევ და ისევ ვერცხლისფრად შევღებეთ უკან, ვერცხლის მოყვარეობამ, დიდების მოყვარეობამ, გემოთ მოყვარეობამ,
აი ამ სამ ვნებაზე დამდგარმა მთელმა ჩვენმა სულიერმა ესე იგი ტკივილებმა და სულიერმა ესე რომ ვთქვათ აი ცოდვებმა აი მთლიანად უკანა მხარე ისევ და ისევ მოვერცხლა და აი როდესაც მოვერცხლა ეს ისევ ჩვენ ვჩამოვართ ანუ ადამიანი ჩავარდა ისევ მოკლედ ეგოიზმში ამიტომაც აი დღეს გეუბნებით რომ ნათლისღების დღესასწაული ეს არის აი ამის გახსენება არის რომ ჩვენი მინა რომლითაც ქრისტე უნდა გამოჩნდეს იქით ეს უნდა გასუფთავდეს და გასუფთავდება იმით რომ ჩვენ გავიხსენებთ ღმერთისადმი დადებულ ჩვენს აღთქმას რომ მასთან ერთად უნდა ვიყოთ და მის გზას უნდა დავადგეთ და გოლგოთის გზას უნდა გავყვეთ და ტკივილებიანია ეს გზა მაგრამ ტკბილია როგორც თვითონ იძახის ამეთო ტვირთი ჩემი მსუბუქიას და უღელი ჩემი ტკბილიას მაგრამ უღელია და ტვირთია ეს არ ნიშნავს რომ უღელი არ არის და ტვირთი არ არის უღელიც არის და ტვირთიც არის მაგრამ უღელი ტკბილია ტვირთი მსუბუქია როდესაც ქრისტესთან ერთად ვატარებთ ცხოვრებისეულ აი ამ უღელს და მოკლედ აი ამ ტვირთს ამიტომ ნათლისღების დღესასწაული ეს არის ზუსტად გახსენება როგორც გითხარით აი ამ მდგომარეობისა ეხლა მეორე კიდე მთავარი რასაც ხედავს მაცხოვარი ავაზაკებში ამ ორ ავაზაკში და უმთავრესად კი ხედავს აი ამ ცხონებულ ავაზაკში ეს არის რომ ის არ თვალთმაქცობს აი ჩვენ ხშირად აი ნათლისღების დროს ოდესაც ნათლობაზე მივდივართ ხოლმე გვახასიათებს ეს თვალთმაქცობა ანუ ადამიანებს დღეს რო ეუნები რომ იცი რა ნათლობა ეს არის ქრისტეს გზაზე შედგომა ნათლიებს ოდესაც ეუნებით ხოლმე რომ აი ეს პასუხისგებლობა არის რაზეც ახლა ვლაპარაკობ აი ესეთი პასუხისგებლობა არის ნათლიაობა ადამიანი რას გეუნება იცით უმეტეს შემთხვევაში იქვე დაპირებას გაძლევს მე პირადად გეტყვით რამოდენიმე შემთხვევა მქონდა ასეთი რომ ადამიანი დებს აღთქმას აი არა მხოლოდ ღვთის წინაშე რომ იმას ვერ იაზებს ანუ პირადად სამდელო პირსაც საუბრის დროსაც აი ვეუბნები რომ ნათლისღება ეს არის არჩევანი შენ უბრალოდ არჩევანს აკეთებ რომ ქრისტეს გზაზე დადგე სხვა შემთხვევაში მაშინ რატო ინათლები წადი იარე უბრალოდ სხვა გზაზე ხო ისედაც დადიხარ ამ ეგოისტურ გზაზე შენ როგორც გინდა ისე ხომაინ ცხოვრო მაგრამ ნათლისღება ეს არის ისე იგი მიტოვება გზისა რომელიც არის ისე იგი ამ წუთისოფლისეული გზა და არჩევა არის ნათლისღება არის არჩევა ქრისტეს გზაზე სიარულისა და როდესაც შენ გადაწყვეტ იმას რომ ქრისტეს გზაზე მოგინდება სიარული მაშინ მოდი და ნათელი იღე რომ შენ ანუ ნახეთ აი ამ ავაზაკის მსგავსად უფალი რატო აცხოვნებს მას აცხოვნებს განა მის ცოდვებს ხედავს ნახეთ მის ცოდვებს ხედავს მაგრამ თავარია რომ მასში ხედავს სინანულს და მასში ხედავს რომ ის ადამიანი არ თვალთმაქცობს მას მართლა უნდა ქრისტესთან ერთად ყოფნა და როდესაც ნათლობაზე მიდიხართ ან ნათლიები ხართ ან მოკლედ თქვენ თვითონ ინათლებით აი ეს ორი ნაწილი უნდა გქონდეთ აუცილებლად ადამიანს საკუთარი ცხოვრების გააზრება პირველ რიგში მეორე სინანული მერი ამ საკუთარ ცხოვრებაზე და მესამე არ უნდა ითვალთმაქცოთ აი თვალთმაქცობა არ უნდა ახასიათებდეს ქრისტესთან ურთიერთობის მოსურნე ადამიანს მაგრამ ვის ახასიათებს ზოგადად ანუ ადამიანს როგორ ადამიანს შეიძლება ახასიათებდეს თვალთმაქცობა ის ვინც არ ანუ იმას ვისაც არ აქვს სურვილი ქრისტესთან ურთიერთობისა მისთვის ღმერთთან ურთიერთობა არის უბრალოდ რიტუალი მეტი არაფერი არ არის ეს არის რაღაცა გარკვეული რიტუალი რომელიც აი ლამაზი დღე არის მაგრამ ეს ასე არ არის და ხშირ შემთხვევაში მინდა ვთქვა რომ ჩვენ სასულიერო პირები ვაშავებთ ამას რომ ჩვენ არ ვეუნებით ადამიანებს ამას ჩვენ არ ამ პასუხისგებლობის წინაშე უმეტეს შემთხვევაში არ ვაყენებთ ადამიანებს და თუ კი დავაყენებთ ადამიანებს პასუხისგებლობის წინაშე ხო მაშინ მათ არ დარჩებათ აი სამი რაღაც რაც არის ეს რაღაცა უნდა მოსჩანდეს ადამიანში პირველი ანუ საკუთარ ცხოვრებაზე დაფიქრება სინანული და ის არ უნდა თვალთმაქცობდეს აი ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და აი შემდეგ დასტურად
აი ხშირად არის ხოლმე რომ მე ვუყურებ ხოლმე ის ადამიანი რამდენად ფერს იცვლის და რამდენად მოდის მე უკვე ტაძარში ქრისტესთან საურთიერთობად. რამდენად მართლა ადგება ქრისტეს გზას. მე პირადად გეტყვით რომ არც თუ ისე დიდ და არც თუ ისე მოკლე ჩემს სამოდელო პრაქტიკაში მე თითებზე ჩამოსათვლელი ალბათ ადამიანები რომლებიც მოინათლნენ უფროს ასაკშიც კი მოინათლნენ და ისინი ეკლესიაში დადიოდნენ. ანუ ქრისტეს გზას დადგომოდნენ. მე თითებზე ჩამოსათვლელია ის ადამიანები ვინც მონათლა ნათლიები არიან მონათლეს ადამიანები და ისინი ტაძარში დადიან. ანუ ან ნათლულს აქცევენ ანუ ლოცვა დაიწყეს უბრალოდ ქრისტეს გზას შეუდგნენ. შეიძლება სულაც არ არის ამ დრო ან მანძილი არის ისეთი რომ თავის ნათლულთან ურთიერთობა არ აქვს, მაგრამ ლოცვა საკუთარი ნათლულისთვის ანუ საკუთარი ცხოვრების შეცვლა ეს არის ყველაზე დიდი საჩუქარი ჩვენი ნათლულებისთვის, ჩვენი სამშობლოსთვის, ანუ ჩვენი ეკლესიისთვის, ჩვენი ოჯახებისთვის ეს არის ყველაზე უკეთესი საჩუქარი, ეს არის საკუთარი თავის შეცვლა, რომ ადამიანი გახდები უკეთესი, ამაზე დიდი საჩუქარი არ არსებობს ჩვენი მოკლედ გარშემო მყოფი ადამიანებისთვის, ხო? და ანუ იყო ახლა კიდე შეკითხვა იყო ამაზე და ამაზე მინდა მოკლედ გავცეთ დღევანდელი ბარე აი ეს ნაწილი მივიყვანოთ ბოლომდე. დაახლოებით ასეთი რაღაც იყო რომ იყო ასეთი შეკითხვა რომ რამდენი ნათლული უნდა დადგეს, ანუ ნათლულები რამდენი შეიძლება რომ დადგეს, ეხლა რაც არის ახალი ესე იგი სინოდის განჩინება რაც არის შესული. როგორც მე გავიგე და როგორც მე ვიცი, არის შემდეგი რამ, რომ ზოგადად ნათლია ოდითგანვე იყო ერთი და ნათლია იყო ვინ იცით? ეს იყო მასწავლებელი. ანუ კათაკმეველი, როგორც იცით თქვენ, კატეხუმენოს საიდანაც მოდის, კათაკმეველი ეს არის განსასწავლი, ნიშნავს, ანუ განსასწავლ ადამიანს, ქრისტიანობაში განსასწავლ ადამიანს. როდესაც მაგალითად პირველ ეკლესიაში ვინმე მოდიოდა, თქვათ ეკლესიაში შესადგომად, ანუ ნათლისღების მისაღება და უნდოდა ქრისტესთან ურთიერთობის დაწყება, მას ეგრევე არ უშვებდნენ ამ კრებულში. ისინი ჯერ კიდევ განისწავლებოდნენ სარწმუნოებაში და აუცილებლად მას მიუჩენდნენ ხოლმე უკვე მონათლულ ადამიანს, რომელმაც ეს გზა გაიარა. ანუ ნათლია ეს იყო მასწავლებელი, ის ვინც ქრისტიანობა, ანუ თვითონ უკვე გახდა ეკლესიის წევრი. ანუ გაიარა გზა, კათაკმევლობის გზა გაიარა და მოინათლა და შემდეგ გახდა ეკლესიის წევრი. ამიტომ, როდესაც ქალი მოდიოდა და მსურველი იყო ტაძარ, ანუ ეკლესიის წევრი გამხდარიყო, მას მიუჩენდნენ ქალბატონს. რატომ? იმიტომ, რომ ეს ყველაფერი დაკავშირებულია არა მხოლოდ ბუნებასთან, რომ ქალის ბუნება, ასე რომ ვთქვათ, ქალის ბუნებას ადამიანური ბუნება ერთია, მაგრამ თავის ბუნების დამახასიათებელი ნაწილები რაც არის, ანუ ქალი ქალს უფრო უკეთესად უხსნიდა. ამიტომ, როდესაც ქალი აპირებდა შემოსვლას და ეკლესიის წევრი უნდა გამხდარიყო, მას მიუჩენდნენ ქალბატონს, რომ მას ესწავლებინა მისთვის გარკვეული წესები, არა მხოლოდ წესები, არამედ სარწმუნოების სიღრმე, ანუ რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ, ამას ასწავლიდა უკვე ადამიანი, რომელიც უკვე მონათლული იყო მოსანათლ ადამიანს. ანუ უხსნიდა, რომ შენ ახლა ეკლესიის წევრი უნდა გახდე, შენ იცი რომ ამ ნათლობის მერე გოლგოთის გზას ადგები, იმიტომ რომ პირველ საუკუნეში სულ მოწამეები იყვნენ და ქრისტეს გულისათვის ეწამებოდნენ და ესენი წარმოიდგინე როგორ უნდა მოემზადებინას მათ, როგორ უნდა მოამზადო, რომ მოწამეობაზე უნდა წასულიყვნენ. ანუ ნათლობის მერე შეიძლება რამოდენიმე დღეში ისინი მოწამეები გამხდარიყვნენ, იმიტომ რომ ანუ აღიარება მოუწევდათ იმისა, რომ მე ქრისტიანი ვარ და ეკლესიის წევრი ვარ. ამიტომ ნახეთ, მამაკაცი რომ მოდიოდა, მამაკაცს მიუჩენდნენ, დედაკაცი რომ მოდიოდა, დედაკაცს მიუჩენდნენ. ანუ და ისინი განსწავლიდნენ და მოამზადებდნენ მათ, რა თქმა უნდა, სამღვდელო პირების ყურადღების ქვეშ.
და აი აქედან მოდის ზოგადად ნათლიაობა. ვინ არის ნათლია? განმანათლებელი. ესე რომ ვთქვათ, ანუ განმსწავლელი, ანუ კატეხიზატორი, ანუ ის, ვინც ასწავლის ადამიანს იმას, რაც უკვე თვითონ გაიარა. თვითონ რო გაიარა და ეს ადამიანი იყო ხოლმე აუცილებლად ერთი, ანუ ერთი ადამიანი მიეჩინებოდა ხოლმე, ამიტომ მოყოლებული პირველივე საუკუნეებიდან ნათლიაობა, ესე რომ ვთქვათ, რასაც ახლა ჩვენ ვეძახით, უბრალოდ შემოკლებითად ნათლია დავარქვით, მაგრამ განმანათლებელი, ესე რომ ვთქვათ, განმსწავლელი, კატეხიზატორი იყო ადამიანი, ერთი ადამიანი, რომელიც განსწავლიდა ადამიანს. გამომდინარე აქედან ჩვენმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ადამიანს ჰყავდეს დაუბრუნდეთ იმ წესს და მოკლედ ამოვიღოთ ის წესი, სადაც 5, 6, 7 და 8 ნათლიები იდგნენ და ზოგ შემთხვევაში მოკლედ აი ამითი პირიქით ხდებოდა, ესე რომ ვთქვათ, აი ნათლობის საიდუმლოს პროფანაცია. ძალიან მძიმე პროფანაცია, იმიტომ რომ აღარ დავწვრილმანდები, მაგრამ მე მქონდა ასეთი შემთხვევა, როდესაც ადამიანები ნათლიებს ეძებდნენ, როგორ იცით, სხვადასხვა სოციალური ფენებიდან. აღარ დავასახელებ, ისე იგი 5-6 ადამიანს, რომ ისიც ყავდეს ხარდამჭერი, ისიც ყავდეს, აესი არჩევდნენ და ხშირად ისმოდა კითხვა, ანუ ეკლესიის წევრი, ანუ ქრისტიანი ადამიანი გამორჩებოდათ ხოლმე ყოველთვის, რა, ყოველთვის რაღაცა გარკვეული სოციალურ ძლიერ ფენას მიკუთვნებულ ადამიანებს გამოირჩევდნენ ხოლმე საკუთარი შვილის მოკლედ ნათლიება. ამიტომ დღევანდელმა სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ ნათლია იყოს ერთი, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენს ერში ახლა ესე ერთიანად ამისი უბრალოდ შეცვლა იქნებოდა ძალიან ისეთი მტკივნეული და რთული, მიიღო ასეთი გადაწყვეტილება. პირველი, რა თქმა უნდა, თუ კი ზრდასრული ადამიანი ინათლება, მაგალითად ესე რომ ვთქვათ, აი 16 წელს გადაცილებული, უკვე ადამიანი, რომელსაც ფიქრი, აზროვნება, საკუთარი თავის იძულება შეუძლია, ანუ შეგნებულად შეუძლია ქრისტიანობის გზას დაადგეს, იმ ადამიანს უნდა ყავდეს ერთი ნათლია და მისივე სქესისა. ანუ ბიჭს უნდა ყავდეს ბიჭი ნათლია, როდესაც ზრდასრულია. გოგოს უნდა ყავდეს ნათლია გოგო, როდესაც ინათლება ზრდასრული გოგო. აქ როგორც თავისთავად არის პრაქტიკული მხარეც, იმიტომ რომ რაღაცა შემთხვევაში, როდესაც ორ ადამიანს შორის ურთიერთობა არის გარკვეულწილად სიახლოვე არის, ხშირად ყოფილა შემთხვევები, რომ გადაცდომები ყოფილა და ნათლიას და ნათლს რაღაცა თავისთავად არასწორი ურთიერთობა ჩამოყალიბებიათ ერთმანეთში. ამიტომ ეს არის პრევენციის, ესე რომ ვთქვათ, ერთ-ერთი ეკლესიის მხრიდან პრევენციის ერთ-ერთი ზომა, რომ არ მოხდეს მსგავსი მოკლედ რაღაცა აღრევა. ეხლა რაც შეეხება ბავშვს, ანუ როდესაც ინათლება ბავშვი, ანუ ბავშვს როდესაც ვნათლავთ, გოგო იქნება თუ ბიჭი იქნება, ეკლესიამ სინოდმა დაუშვა ორი ნათლიის შესაძლებლობა. ოღონდ ეს ორი ნათლია უნდა იყოს გოგო და ბიჭი, ანუ საპირისპირო სქესისები უნდა იყვნენ, ესე რომ ვთქვათ, და ნიშნად იმისა, რომ ისე იგი როგორც ხორციელი დედა და მამა ყავს ადამიანს, ასევე სულიერი დედა და მამა რომ ყავდეს შესაძლებელი რომ იყოს. ანუ და ეს არის კიდე დაკავშირებული იმასთან, ჩვენს ტრადიციასთან, რომელიც ჩამოყალიბდა, რომ პატარა ბავშვებს ანათლინებენ ხოლმე მეჯვარეებს. ანუ მეჯვარეები ნათლავენ ბავშვებს ხოლმე და ამიტომ გამომდინარე აქედან, რომ იყო ეს ერში ესეთი გარკვეული კულტურული ის ჩამოყალიბდა და ჩვენში ეს ტრადიცია ჩამოყალიბდა, ამიტომაც წმინდა სინოდმა გაითვალისწინა ის, რომ პატარა ბავშვი, როდესაც ინათლება, მას ყავდეს ორი ნათლია, ეს ნათლიები იყვნენ გოგო და ბიჭი. არ აქვს მნიშვნელობა ვინ ინათლება, მაგრამ თუ მაინც ერთი, ანუ ბავშვსაც ერთი ნათლია უნდა ყავდეს, ბავშვს რომ ერთი ნათლია უნდა ყავდეს, მაშინ მისივე სქესისა უნდა იყოს ამ შემთხვევაშიც. ანუ თქვათ და მე ყავს პატარა ბავშვი, 40 დღის ბავშვი და გოგო არის ის
მე მინდა რომ მოვნათლო, აუცილებლად თუ ერთი ნათლია მინდა რომ დავაყენო, მისი ნათლია უნდა იყოს მოკლედ გოგო. აი ეს არის ის, რაც მოკლედ თავისთავად სინოდის განჩინებაში იყო მოტანილი და მინდა გითხრათ ყველას, რომ სინოდის განჩინება ეს არ არის ადგილობრივი, ესე რომ ვთქვათ, ეპარქიაში მღვდელმთავრის ლოცვა კურთხევა, სინოდის განჩინება ეს არის საყოველთაო. ანუ მთელი ეკლესიისთვის არის ეს კურთხევა. ახლა მინდა აღვნიშნო ერთი რამე, რომ ხშირად არის ასეთი რაღაც, რომ ერთი სასულიერო პირი ეტყვის აი ამ სინოდის განჩინებას იცავს, მაგრამ რომელიმე ეპარქიაში ან სხვადასხვა ადგილას ადამიანი, რომელიმე სასულიერო პირი არ იცავს აი ამ სინოდის განჩინებას. ეს არის ძალიან ძიმე, ესე რომ ვთქვათ, ეკლესიის წიაღში დანაშაული. ანუ არ შეიძლება სინოდის განჩინების, არ შეიძლება არავითარ შემთხვევაში სინოდის განჩინების უგულებელყოფა. ეს არის მოკლედ უმძიმესი, ესე რომ ვთქვათ, დანაშაული ეკლესიის წიაღში. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია მშობლებს გახსოვდეთ, ანუ ამის ინიციატორები ხშირად მშობლები ხართ ხოლმე და აი წავალ და ის ანუ ნათლავს და თითქოს ამ შემთხვევაში გონიათ, რომ სასულიერო პირზე გადაგაქვთ რაიმე სიმძიმე. რა თქმა უნდა, მას თავისი სიმძიმე აქვს სასულიერო პირს, როდესაც არ ღვევს სინოდის განჩინებას, როდესაც არ ღვევს, მას თავისი სიმძიმე აქვს. როგორი განჩინებაც არ გინდა იყოს ეს, არის განჩინება ნათლობის შესახებ, თუ არის სინოდალური განჩინება სხვადასხვა საკითხების შესახებ, როდესაც სამღვდელო პირი სინოდის განჩინებას არ ღვევს, წმინდა სინოდის განჩინებას არ ღვევს, ეს არის ძალიან ძიმეს, ანუ სიმძიმე დააწვევა აუცილებლად სამღვდელო პირს თავისი სულიერი ცხოვრებისა და სამღვდელო პრაქტიკის, ისე იგი სამღვდელო ცხოვრების დროს. და შეიძლება მან ვერ მიხვდეს ეს, ისეთი განსაცდელი შეიძლება მოუვიდეს მას, ვერც კი მიხვდეს, რომ ეს განსაცდელი ზუსტად ამის გამო არის. და ხშირად ხდება ხოლმე, აი მე მინახავს ასეთი რაღაც, რომ განსაცდელი თვითონ კი არ ემართება. შეიძლება მის ოჯახის წევრს დაემართოს. განსაცდელი დაემართოს რაღაცა ის, ანუ ტკივილი მაინც მიადგება ადამიანს. ამიტომ ის რაც საუკუნეების მანძილზე ეკლესია ცხოვრობს, ასე უნდა ცხოვრობდეთ ჩვენც. ახლა რაც შეეხება მშობლებს, თქვენ უფიქრობთ იმას, რომ თქვენ არ გიხებათ ეს ლოცვა კურთხევა სინოდისა, თქვენს გეხებათ ეს ლოცვა კურთხევა და როდესაც თქვენ გარკვეულწილად გამოსავალს პოულობთ, რომ ვინმე სასულიერო პირს ვნახავ და სასულიერო პირის და თქვენს გარკვეულწილად იმას იზავთ, მოილაპარაკებთ, რომ რაღაცა ეს ნათლობა ესე შეასრულოთ, რომ იქ 3, 4, 5 ნათლიები დააყენოთ და ანუ სინოდის განჩინების გვერდით ავლით ჩაატაროთ ნათლობა, მე მინდა გითხრათ ასეთი რამე, რომ მაშინ ადამიანი მორწმუნე არ არის. ანუ მაშინ ადამიანი არ აღიარებს რას, იცით, სულიერ კანონს. მაშინ ადამიანი ცხოვრობს როგორ, იცით, იურიდიული კანონებით. ანუ ეხლა მე რო ამ ნათლობას ან ჩავატარებ და ან რომ მონათლა ვინმე რამეს მეტყვის, ანუ იქ ვინმე გაიგებს და დამსჯიან, ან ვინმე გაიგებს და ქრისტიანობა არ არის იურიდიზმი. ქრისტიანობა არის სულიერი რელიგია და ქრისტიანობა ცხოვრობს სულიერი კანონებით. ამიტომ დღეს რომ შენ ღმერთმა ყველა ჯანმრთელები გამყოფოთ, ღმერთმა ყველა სიხარულით გამყოფოთ, მაგრამ როდესაც ჩვენ ვარღვევთ რაიმე ფიზიკურ კანონს, ჩვენ ხო ვიცით რომ ტკივილი გვადგება. მეხუთე სართულიდან რომ კიბით ჯობია ჩამოხვიდე, ვიდრე გადმოხტე აივნიდან, ჩვენ ხო ყველა ვიცით, იმიტომ რომ მე რომ გადმოხტე აივნიდან, დაბლა დავეცემი და ვიცი რომ დედამიწას მიზიდულობის კანონი აქვს და მე დავიმტვრევი და დავიმტვრევი კი არა, შეიძლება გარდაიცვალოს კიდეც ადამიანი, ხო? ეს კანონები ხო კარგად ვიცით. ის რომ ბიოლოგიური კანონები არსებობს, ეს ხო ვიცით. ის რომ ფსიქიკური კანონები არსებობს, ეს ხო ვიცით და არ ვარღვევთ, იმიტომ რომ შეიძლება ფსიქიკა დამერღვეს მე. ის რომ ზნეობრივი კანონები არსებობს, არ უნდა მოვიპარო, არ უნდა ვიღაცა არ უნდა ვცემო და გარკვეულწილად ბოროტება არ უნდა ჩავიდინო, იმიტომ რომ მე კანონით დავისჯები, მე იმიტომ რომ ზნეობრივი კანონის დარღვევა ისჯება თავისთავად იურიდიულად. რატომ არ ფიქრობთ იმას, რომ ქრისტიანი არის ის ადამიანი, ვინც აღიარებს, რომ არსებობს სულიერი კანონი. და როდესაც თქვენ ბავშვს ნათლავთ და ბავშვის მონათლა გინდა, თქვენ ხომ ქრისტესთან მისასვლელად ემზადებით და თქვენ ხო აღიარებთ იმას, რომ სულიერ კანონზომიერებაში შედიხართ
და როდესაც შედიხარ ამ კანონზომიერებაში და ამ კანონს არ ღვევ ადამიანი, როგორ ფიქრობ ეს ამ კანონის დარღვევა შედეგს არ გამოიღებს? როგორ ფიქრობ ცოდვა მარტო იურიდიული ფაქტია? ცოდვა ხო სულიერი კანონის დარღვევა არის და სულიერი კანონის დარღვევა თავისთავად ტკივილს იწვევს ადამიანში და ის აუცილებლად სადღაც გამოჩნდება. ეს არ იქნება რომ ის არ გამოჩნდეს, ის აუცილებლად გამოჩნდება. ამიტომაც აი პასუხისგებლობა ნათლიებისა და ნათლულების წინაშე მოკლედ ის რომ აი მაგალითად მე კითხვას ვსვავ ხოლმე ასეს, თქვენ რომ შვილი მაგალითად აი შვილს რომ თქვენ შვილს რომ გამოცდა გქონდეს მაგალითად ფიზიკაში და ორი არჩევანი გაქვთ. პირველი ადამიანი რომელიც თქვენი მეგობარია რაღაცა იცით რომ აი კარგი ადამიანია რაღაც ესეთი, მაგრამ ფიზიკა არის ის. მაგრამ არის მეორე ადამიანი რომელსაც იცნობთ, ანუ მსგავსად იმ სიღრმისეულად არის, მაგრამ იცით ეს ადამიანი თავისთავად კარგად იცის მან ფიზიკა. ვსვავთ კითხვას, ვის მიუყვანთ ბავშვს მოსამზადებლად რომ გამოცდა ჩააბაროს თქვენმა შვილმა. თუ თქვენ შვილზე იფიქრებთ, მაშინ თუ შვილზე და მის ცხოვრებაზე და გამოცდაზე იფიქრებთ, თქვენ აუცილებლად შვილს მიუყვანთ ადამიანს, რომელმაც ფიზიკა იცის, მაგრამ თუმცა თქვენ შეიძლება მას იმდენად კარგად არ ცნობთ. ნებისმიერ შემთხვევაში თუ კი შვილისთვის გინდათ რომ იზრუნოთ, ამას გააკეთებთ, მაგრამ მე ვსვავ კითხვას, როდესაც ნათლიას არჩევთ, რატომ ამ არჩევანს არ აკეთებთ ეს? რატომ კი მესმის ჩემი ახლობელია, ჩემი მეგობარია, მაგრამ ჩვენ ხო ვიცით ერთი რამე, რომ ის ადამიანი ვერ ასწავდეს ჩემს შვილს, ვერ ასწავლის ქრისტიანობას. რატო? ერთი მთავარი მიზეზის გამო. იმიტომ რომ მან თვითონ არ იცის. წეღა რა ვთქვი ნათლიაობა რა იყო ადრე? ის ვინც უკვე გაიარა გარკვეული გზა და ეკლესიის წევრი გახდა, წევრი არა იმის გამო რომ მონათლულია, არამედ შეგნებულად ქრისტეს მცნებებით ცხოვრება დაიწყო, გაიაზრა საკუთარი ცხოვრება, სინანულში ჩავარდა, არ თვალთ მაგცობს და ქრისტესთან ერთად არის, აი ამ ადამიანებს უნდა ჩავაბაროთ ჩვენ საკუთარი შვილები. ეხლა ნახეთ, აი მე კიდე ერთ მაგალითს მოგიყვანთ. საქართველო არის უნიკალური ქვეყანა ამ კუთხით და ნახეთ რა არის. ყველა ბავშვი თითქმის არის ახალგაზრდები არიან მონათლულები და თუ გადახედავთ ასაკს, ყველაზე მეტად განწყობილი ათეისტურად არიან ახალგაზრდები, რომლებიც არიან მონათლულები, ანუ ყველა მონათლულია, მაგრამ ამავე დროს ათეისტურად განწყობილები არიან. რატო ამას კითხვას ავსვავთ? ეკლესიის წევრებმა, სამღვდელოებმა კითხვა ხო უნდა დავსვათ, რატო ხდება ასე? იცით რატო? იმიტომ რომ ჩვენ მათ დაუყენეთ ნათლიები, რომელთაც თვითონაც არ იცოდნენ ქრისტიანობა, საერთოდ არ იცოდნენ ეკლესიის ცხოვრება, საერთოდ არ იცოდნენ რას ნიშნავს ეკლესია. და იმათ ჩავაბარეთ ჩვენ კიდე საკუთარი შვილები, რომ მათ გაეზარდათ ქრისტიანობა. და მივიღეთ რა? წლების განმავლობაში მივიღეთ თაობა, რომელიც 90% და მეტი არის მონათლული და მათგან დიდი ნაწილი არის ათეისტურად საერთოდ განწყობილი, მათგან კარგი დიდი ნაწილი არის უბრალოდ როგორ გითხრათ, იცით, ტრულად განწყობილიც კი ეკლესიის მიმართ და უმეტესი მათგანი არის აი როგორ გითხრათ, არც მტრულად არ არის განწყობილი, მაგრამ ეკლესიაშიც არ არის. ვიხდით რა მივიღეთ და დანაშაული სად არის? და მოდი მე ვიტყვი ასეთ რამეს, რომ ჩვენ თუ პატრიოტიზმზე ვლაპარაკობთ ხოლმე და ვიძახით აი ჩვენი ქვეყანა და სარწმუნოება უნდა იყოს, მშობლებმა აქ გამოიჩინეთ ეკლესიის მორჩილება და აქ გამოიჩინეთ ის, რომ დაუყენეთ საკუთარ შვილებს მორწმუნე ადამიანები, რომ თქვენი შვილი მან გაზარდოს მორწმუნე ადამიანად. და მინიმუმ თუ ის, ანუ იმას ვერ გააკეთებს, რომ ყოველ კვირას ტაძარში ატაროს, ხალხო ყველაზე მთავარს გააკეთებს ის რას იცით? ის ილოცებს. და ლოცვა ეს არის უდიდესი ძალა. ქრისტიანმა ადამიანმა იცის ამხელათი დიდი არის ლოცვის ძალა. თქვენ ოჯახი შეიძენთ ადამიანს, რომელიც მთელ თქვენ ოჯახზე ილოცებს. და თუ თქვენ ამისი არ გჯერავთ, რომ ლოცვას ძალა აქვს, მაშინ რაღაცონ ათლავთ ბავშვებს, ისმის კითხვა.
ანუ თუ სულიერ კანონს, თუ კი ქრისტესთან მისვლა არ გინდათ, თუ კი ქრისტესთან ურთიერთობა არ გინდათ, თუ კი საკუთარი ცხოვრების შეცვლა არ გინდათ, მაშინ ისმის კითხვა რა არის ნათლობა თქვენთვის? უბრალოდ დღე, წესი, ტრადიცია, ჩვეულება. და ეს ხო რას ნიშნავს? კი, რო იკითხო ადამიანმა, ეს ბავშვი, ანუ ეს ადამიანები მონათლულები არიან, კი, მონათლულები არიან. მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია ის, რომ ისინი მონათლულები არიან მხოლოდ და მხოლოდ ნათლობის მოწმობაში ჩაწერით. დოკუმენტურად, იურიდიულად არიან მონათლულები. მაგრამ სულიერი კუთხით, ნახეთ რა ხდება ახლა მათში. ნათლობა ეს არის ის, რაც მოკლედ ადამიანში იდება საშუალება, პოტენციალი იდება ადამიანში. უფალი ანიჭებს ადამიანს იმ ნიჭებს, რომელი ნიჭებით შემდეგ ადამიანმა თვითონ უნდა გააქტიუროს. ანუ ნათლობის დროს ადამიანს ენიჭება პოტენციალი და ნიჭები, რომლის ესე რომ ვთქვათ, ანუ გააქტიურება უნდა შეძლოს მან ცხოვრების მანძილზე. ადამიანი კლდება ძველი ცხოვრებისთვის, ცოდვიანი ცხოვრების ნათლობის დროს ყველა ცოდვა ეპატიება ადამიანს. ყველა რაც არ უნდა მძიმე ცოდვა ქონდეს ჩადენილი ადამიანს, ყველა ცოდვა ეპატიება. და ის იწყებს სულ ახალი ფურცლიდან ცხოვრებას. და აბა წარმოიდგინეთ უბრალოდ ეხლა აი აქედან გამომდინარე წარმოიდგინეთ, რომ მოგეცა საშუალება და პოტენციალი, რომ საკუთარი ცხოვრება სუფთა ფურცლიდან დაიწყო. და ეს არის აი ეს გააქტიურება, ამ პოტენციალის ამოქმედების საშუალება არის ნათლობა და ჩვენ საკუთარ შვილებს, ჩვენ თვითონაც აი ამ საშუალებას უბრალოდ როგორ გითხრათ, იცით? აი გახსოვთ როგორ არის წმინდა წერილში არის, რომ სხვადასხვა ადგილას რო დავარდება თესლი. ანუ თესლი ერთი გზაზე დავარდაო, მეორე კალბარდებში ჩავარდა, მესამე ქვიან ადგილას ჩავარდა, მეოთხე მოკლედ ნაყოფიერ ადგილას ჩავარდა, გზაზე დავარდა და ნაყოფიერ ადგილას, ხო? ყველას პრობლემა შეექმნა. და ეს ნიადაგები, ეს არის ჩვენი გული. და ეს თესლი, ეს ხორბლის თესლი, ეს არის აი ის ნათლობის მადლი. ანუ ქრისტეს მადლი არის, რომელიც ყველა ადამიანის გულში ითესება ნათლობის დროს, მაგრამ რა გულს ახვედრებს შენ? გული რა გულიც არის, თუ კი ეკალბარდებით არის და განთავისუფლებული არ არის, ის ამ თესლს ჩააშთობს ამ თესლს და არ მისცემს ამას, ესე იგი საშუალებას, რომ ინაყოფიეროს. ამიტომ ჩვენი გული ზუსტად უნდა იყოს, ანუ გამზადება და ჩვენ გვჭირდება, ნახეთ, ჩვენი შვილებისთვის ისეთი ნათლიები გვჭირდება, ვინც ჩვენი ბავშვების გულს როგორც ქრისტესთვის გამზადებულ ნიადაგს გაამზადებენ. და ლოცვას, აი ყველაზე მთავარი ამას ვიძახი, აი ქრისტიანი ადამიანი გძნობს ამ პასუხისგებლობას. თქვენი მეგობრები, ვინც ნათლიებად დაიყენეთ ბავშვებთან, ისინი ამ პასუხისგებლობას ვერ გძნობენ. ისინი უბრალოდ არიან, როგორ იცით, აგერ დაბადების დღე და კამფეტი მიუტანე ან რაღაცა ბოდიშით ამ დეტალებისთვის, მაგრამ ისინი უბრალოდ ასრულებენ იმას, რაც ყოფით ცხოვრებაში ისედაც ასრულებდნენ, როგორც თქვენი მეგობრები. მაგრამ თქვენ რომ ნახოთ, აი ქრისტიანი ადამიანი, რომელიც თქვა იაზრებს ნამდვილად პასუხისგებლობას გრძნობს, მოსახსენებელში რო უწერია თავისი ნათლული და მისი ოჯახის წევრები. როგორ ლოცულობს საკუთარი ნათლობისთვის, მას ევალება დილა საღამოს ლოცვების დროს მოიხსენიოს საკუთარი ნათლული და კიდევ ვიძახი და განმეორდები. თუ ჩვენ არ გვჯერავს და არ გვჯერა და არ გვწამს ლოცვის ძალისა, აბა მაშინ რაღაცო ნათლად ბავშვებს. მაშინ ჩვენ საერთოდ ათეისტები ყოფილვართ. მაშინ ჩვენ საერთოდ ისე იგი ქრისტიანებიც არ ყოფილვართ. იმიტომ რომ ლოცვის ძალისა თუ არ გწამს და სულიერი კანონისა არ გწამს ადამიანს, რომ სულიერი კანონზომიერება არსებობს სამყაროში, მაშინ რომელ ისმის კითხვა, რომელ სარწმუნოებაზეა ლაპარაკი და რა ნათლობაზეა საუბარი. ამიტომ ნახეთ, აი ვიღებთ ასეთ მივიღეთ, აი დღეს აი ამ რეალობაში ვცხოვრობთ სამწუხაროდ ჩვენ, რომ ჩვენ ყავს ნათლობის მოწმობით დადასტურებული უამრავი მონათლული ადამიანი.
მაგრამ სულიერი ნათლობით თითქმის მისი ალბათ 5%-იც არის. ადამიანები, რომლებიც იაზრებენ საკუთარ ისე იგი პასუხისგებლობას ნათლობის დროს ქრისტეს წინაშე. ეს ეხებათ უფროს ადამიანებს, რომლებიც მოინათლნენ და ეს ეხებათ კიდე ნათლიებს, რომელთაც აიღეს ღვთის წინაშე პასუხისგებლობა, რომ საკუთარ ნათლებს გასდინდნენ როგორც ქრისტიან ადამიანებს. და ახლა ბოლოს დავამატებ, კიდე ბარევ საუბრობდა, ამასაც ისე იგი არ გავექცევი და ვიტყვი, თქვენ იცით ერთი რამ. ნათლიების პასუხისგებლობაზე ვსაუბრობ ახლა. თქვენ იცით ესეთი რამე, რომ ეკლესიაში ითვლება ყველაზე მძიმე ცოდვად ითვლება თვითმკვლელობა. როდესაც ადამიანი საკუთარ სიცოცხლეზე იძახი უარს და ყველაზე ღირებულ ისე იგი წყალობას და საჩუქარს ღვთისაგან, რასაც სიცოცხლე ქვია, რომ მილიონობით ადამიანი აბორტის ქვეშ, მოკლედ დანით იხოცება დღეს, ან კიდევ ისე იგი სხვადასხვა საშუალებებით, შენ ღმერთმა ინება და შენ ამ დედამიწას მოევლინე. ყველაზე მძიმე ცოდვა არის თვითმკვლელობა. მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს, რომ თუ სახარებიდან გამომდინარე შევხედავთ, ამაზე კიდე უფრო მძიმე ცოდვაც არის. ეს არ აკლდება ამას სიმძიმე, ეს ნამდვილად მძიმე ცოდვაა, უპატიებელი ცოდვაა, მაგრამ უფალი ამაზე უფრო მძიმე ცოდვასაც გვანახებს სახარებაში. რა სიძახის? იმან ვინც დააბრკოლოს ერთი მცირედთაგანიო, ეს რა თქმა უნდა ბავშვებზეა საუბარი და მცირედთაგანი არის რა თქმა უნდა ეკლესიის წევრები, თავისთავად ვინც დააბრკოლოს ერთი მცირედთაგანიო, ურჩევნია მას წისქვილის ქვა, ვირით საფქველი, ანუ დიდი წისქვილის ქვა ჩამოიკიდოს კისერზეო და ზღვაში გადაიგდოს საკუთარი თავი. მიხვდით რაზეა საუბარი? ანუ სხვა ადამიანის სულიერი მკვლელობა, მით უმეტეს ბავშვის სულიერი მკვლელობა გაცილებით უფრო მძიმე ცოდვა არის, ვიდრე საკუთარი სიცოცხლის მოსწრაფება. ეხლა ისმის კითხვა, როდესაც ჩვენ ნათლიები დგებით და ბავშვს რო ნათლავთ, განა შენ, როდესაც ამ პასუხისგებლობას იღებ და შენი უპასუხისგებლო ქმედებების გამო სადღაც შენი ნათლული თავისი ცხოვრების მანძილზე ადგება არასწორი ცხოვრების წესს, საკუთარ გულს ამზადებს ამ წუთი სოფლის სულისკვეთებისთვის, ანუ რაღაცა ცოდვის მოურიდებლობისთვის და შენ ამ დროს გევალება ღვთის წინაშე ფიცი გაქვს დადებული, მღვდლის წინაშე კი არა, ღვთის წინაშე ფიცი გაქვს დადებული იმისა, რომ მე ამ ბავშვს, რო გეჭირა ბავშვი, ხო გახსოვთ როგორ არის, შეუდგები ქრისტესა, ანუ განეშორები ეშმაკისაგან, განვეშორები. ანუ შეებერე და შენერწყვე მას, ხო? შეებერე და შენერწყვე, შემოგრუნდი და შეუდგები ქრისტესა, ბავშვი გიჭირავს როგორც შესაწილი ღვთის წინაშე და ეუნები ქრისტესო, შემოგიდგები შენ, მე და ჩემი ნათლული, შემოგიდგებით შენ. და ამას ივიწყებ ადამიანი, უპასუხისგებლოდ აღასრულებ და ამას ივიწყებ, განა არ ნიშნავს ეს, უბრალოდ იფიქრეთ, მე არ გეუნებით რომ ესეა, მაგრამ იფიქრეთ, არ ნიშნავს ეს თანამონაწილეობას პატარა ბავშვის და მისი ცხოვრების სულიერ მკვლელობაში? და მშობლები, რომლებიც ამ გზას არ ვადგევარ და საკუთარ შვილებს არ ვანათლინებთ ადამიანებს, რომლებიც სულიერი გარკვეულწილად ქრისტიანები არიან და ლოცვა მაინც შეუძლია, საკუთარი შვილების სულიერ მკვლელობაში არ ვიღებთ მონაწილეობას? აბა დაფიქრდით, იფიქრეთ უბრალოდ ამაზე. და მიხვდებით უბრალოდ ერთ რამეს, რომ გარკვეულწილად რაზეც ახლა მე ვსაუბრობ, ხო? ეს თავისთავად ასე არის. და ამიტომ, როდესაც ადამიანები გამოდივარ და გარკვეულწილად რაღაცა ქვეყნის სიყვარულზე, ეკლესიის სიყვარულზე, პატრიოტიზმზე და ასე შემდეგ ვსაუბრობთ, უმთავრესი რამ აქ წყდება, რაზეც ახლა ჩვენ ვსაუბრობთ. რომ ჩვენი შვილები უნდა გაიზარდონ ბავშვობიდან როგორც ქრისტიანები, ვინ უნდა გაზარდოს ეს ბავშვები? ერთადერთი ნათელი წერტილი, ვინც არის ამ ეტაპზე დარჩენილი, ბაღი აიღეთ, ხო? ოჯახია, თუ კი ოჯახი ქრისტიანია, საგანმანათლებლო სივრცე აიღეთ ბაღიდან დაწყებული უმაღლეს განათლებამდე დამთავრებული სადისმის ზოგადად ქრისტიანული ხმა, რომელიც ჩვენი შვილები, ჩვენი ახალგაზრდები მიიღებენ, ლექსიკონი, რომელიც თქვათ მათთვის გასაგები იქნება და ისინი ქრისტეს შეიყვარებენ
ეკლესიაში ყოფნა შეიყვარებენ, ესეც არ არის. ერთადერთი გზა, ერთადერთიღაა დარჩენილი. აი ამისთვის ერთადერთი ესე რომ ვთქვათ, ბოდიშით ამ გამოთქმაზე იარაღი ბოროტის წინააღმდეგ დარჩენილი არა, ოჯახი, მშობლები და ეს არის სულიერი მშობლები, ნათლიები, მიმრქმელები. მირქმა ნიშნავს ხელში აყვანას. რომ ნათლობის დროს, ოდესაც ბავშვი შთაფლა ხდება, ნათლიას მივაწვდით ხოლმე ხელში და ნათლია მიირქვამს ხოლმე მას ხელში. და აი ეს არის, ჩვენ ხშირ შემთხვევაში, ბევრ რაღაცებზე საუბრობთ ხოლმე, თითქოს აი რაღაცა და აი უმნიშვნელოვანეს დეტალები გამოგვრჩება ხოლმე ჩვენ სხვაში ვეძებთ რაღაცა პასუხისგებლობებს, იმას, თუნდაც სასულიერო პირები. სამღვდელო პირებიც კი, ჩვენ რაღაც აი სულ სხვა რაღაცებზე ვაკეთებთ ხშირ შემთხვევაში აქცენტებს და აი ამას, მოდი ავიღოთ, აი ბოდიშს ვიხდი ასეთი გამოთქვისთვის, აი შენდობას თქო ყველას, ხო? რაც არ უნდა ეხლა მე დიდიმებზე ვისაუბრო, ქვეყნის სიყვარულზე და პატრიოტიზმზე და იმაზე. როდესაც მოვა ჩემთან აი ხვალე ნათლისღების დროს, როდესაც მოვა ადამიანი, რომელმაც ბავშვი უნდა მონათლოს და იქ დგას ადამიანი, რომელიც საერთოდ ქრისტიანობა არც კი გაიგება ადამიანს. პირჯურის გამოსახვაც არ იცის ზოგმა. წამს რო წააკითხებ, აი სამწუხარო რამეს ვიძახი, მაგრამ ისეთ ტერმინებს იყენებს, ისეთ რაღაცას ამბობს, რომ აი გული შეგიწუხდება, უბრალოდ ადამიანი ოდნავათად შეხებაში კი არ არის ხომი, აი წამსთან ცხოვრებაში არც კი წაუკითხია მას წამსი. და როდესაც შენ სამღვდელო პირი აი ამ ნათლობას ასრულებ და აი ამ ჩვილ ბავშვს, თეთრი სპეტაკის სულისა და გულის მქონე ბავშვს, აი ესე ამოიყვან და ადამიანს გადასცემ ესე, რომელიც საერთოდ ქრისტიანობაში ვერ ერკვევა და ეტყვი, რომ აჰა შენ და გაზარდე ეს ბავშვი ქრისტიანად. განა ამაზე დიდი პატრიოტიზმის გვერდისავლა არსებობს. მე შეიძლება მე პატრიოტიზმზე ვილაპარაკო, მე შეიძლება ქვეყნის სიყვარულზე ვილაპარაკო, მე შეიძლება რაღაცა იმაზე ვილაპარაკო, რომ აი ესე და რანაირად იქ სადაც ჩვენ შეგვიძლია რომ გამოვიყენოთ ის, რომ ადამიანები, ბავშვობიდანვე ჩავაბაროთ ქრისტიან ადამიანებს, თავშივე ვუშვებთ შეცდომას. და მე დავდევთ უბრალოდ ზემოთ, უკვე იქ ზემოთ დავდევთ ახალგაზრდებს, რომ აი თქვენ ქრისტიანები არა ხართ და თქვენ ეკლესიაში არ დადიხართ და ესე და ესე და ისმის კითხვა. ეს ხო არ არის თავშივე დაშვებული შეცდომის ბრალი. მე არ ვიძახი იმას, რომ ზოგს ქრისტიანი ადამიანები წავს ნათლიები და აქაც გვხვდება, კი ბატონო, სხვა და მაგრამ ყოველ შემთხვევაში პოტენცია მაინც რჩება იმისა, რომ ნათლია, რომელიც პასუხისგებლობას იღებს საკუთარ ნათლულზე, მის გვერდით იქნება შორი ახლოს. და აუცილებლად ყოველ შემთხვევაში წირვა ლოცვა არ გაივლის, პირადი ლოცვა არ გაივისო, საკუთარი ნათლული ღმერთში ავედროს და ევედროს ღმერთს, რომ მისი ცხოვრება სწორად წარმართოს. ჩვენ თვითონვე სასულიერო პირები და ეკლესიის წევრები არ ვაფასებთ საკუთარ მორწმუნე ადამიანებს და ეკლესიის წევრებს. პირიქით უნდა უთხრათ ამ ადამიანებს, რომ ჩვენი მორწმუნე ადამიანებს როგორ გითხრათ, ცუდი გამოთქმა, მაგრამ ფასი უნდა დაედოს, რისა რომ ეს ადამიანი რომ მორწმუნეა, რისთვის ზრდი ამ მორწმუნე ადამიანებს, მრევლს რისთვის ზრდი? ეს ადამიანები ხო ერში უნდა გავიდნენ მერე და ქრისტიანობა გაიტანონ და ერთ-ერთი ძლავრი ფაქტორი იმისა, რომ ამ მრევლმა ქრისტიანობა გაიტანოს, გარშემო მყოფ ადამიანებში განა ეს არ არის, რომ ისინი ნათლიები გახდნენ ადამიანებისა, რომლებიც შეიძლება მათი ოჯახები შეიძლება ჯერ ეკლესიის წევრები არ არიან. და ის შეიტანს, ნათლია შეიტანს იმ გარკვეულ სულიერი კანონის არსებობას. ბავშვს წამოიყვანს, ტაძარს გააცნობს, მინიმუმ ტაძარში მაინც მოიყვანს და ბავშვისთვის, არიან მოზარდები ეკლესიაში შემოსვლა არ იციან და არ უნდათ, იმიტომ რომ ეშინიათ იქ რამე არ დაარღვიონ წესები და სასულიერო პირმა შენიშვნა არ უთხრას და არ ეჩხუბოს. მონათლული ბავშვები 16-17 წლის ახალგაზრდები ტაძარში ვერ შედიან, ზოგიერთი, მე მაქვს ესეთი შემთხვევები, იმიტომ რომ არ იციან იქ როგორ შევიდნენ.
ანუ რა უნდა გააკეთოთ? ტაძარში ნამყოფები არ არიან საერთოდ. როგორც მისი ნათლიები, როგორც მისი მშობლები, ასევე თვითონაც და რას ვერჩით ამ ბავშვს? ამ ახალგაზრდებს რას ვერჩით ამ შემთხვევაში გულისხმობ? და მოდი ეს ნათლისღება, აი დღეს ხო ჩავატარებთ, ხვალ ჩავატარებთ ზე უკაცრავად 19-ში ჩატარდება ხვალაც, ზეგად ჩატარდება ნათლისღება. მოდი იქნება ეს სინოდის გადაწყვეტილება, რომელმაც მოგვიწოდა ყველა სამოდელო პირს, აი ზუსტად ამისკენ მოგვიწოდა ჩვენ. იყო პერიოდი ხო, რაღაცა კომუნისტების პერიოდი, როდესაც ანუ უბრალოდ ვერ ნახავდი, მრევლსაც ვერ ნახავდი, ვინმესთვისო ჩაგებარებინა. აგერ მცხეთიდან გვირაბამდე, იმისი რა ქვია და აღმოსავლეთ-დასავლეთ გვირაბამდე, ხო, ერთი მღვდელი იყო ხოლმე. იმ ერთ მღვდელს რანაირად შეიძლება ახლა ამხელა მრევლი, ესე მრევლი რა ამხელა სამწსოსთვის, აი ეს განეხორციელებინა, ტაძარიც ერთი იყო მოქმედი. მაგრამ დღეს ხო გვაქვს ამის საშუალება და აგერ სინოდმაც მოგცა ამის ისე იგი ლოცვა და კურთხევა, რომ ეს ყველაფერი განვახორციელოთ სამღვდელო პირებმა პირველ რიგში. და ამავე დროს მშობლებმა და ნათლიებმაც პასუხისგებლობით მიუდგეთ ამას. და დავსვათ ერთი კითხვა, ერთი მთავარი კითხვა. ანუ მინდა რომ ჩემი შვილი უბრალოდ ჩემშვილს ნათლობის მოწმობა ქონდეს და შიგნით ეწეროს რომ მონათლულია და მღვდლის ხელმოწერა ქონდეს და ბეჭედი ქონდეს, თუ მინდა ჩემი შვილი გაიზარდოს ქრისტიანი ადამიანი. არჩევანი რა მაქვს მე? რას ვირჩევ? ხელმოწერილ ნათლობის მოწმობას თუ ქრისტიანად გაზრდას? და თუკი ჩვენ აი და რა თქმა უნდა არჩევანი იმაზე უნდა გავაკეთოთ, რომ ჩვენ ქრისტიანად უნდა ისე იგი გაიზარდოს შვილი და ეს არის ჩვენი მიზანდასახულობა და ნათლობის მთელი შინაარსი, ეს არის, მაშინ მოდი შესაბამისად მოვიქცეთ, რაც ახლა ვისაუბრე. როგორც სამღვდელო პირები, რომლებიც დავემორჩილებით იმ ლოცვა კურთხევას, რომელიც არის მოცემული ისე იგი სინოდის მიერ, ასევე ყველა, ვინც ნათლობის საიდუმლოს შესრულებაში დაიწყებს მონაწილეობას და ან ისურვებს მონაწილეობას და არ დაიწყებს გამოსავლების ძებნას. რომ ვინმე მღვდელი ვნახო, რომელიც ისე იგი აიმე დაპირებული ვარ 4-ზე და 5-ზე და რა ვქნა და ვინმე სამღვდელო პირი შევიპირო, რომ ის შეასრულებს ამ ნათლობას. ეს სულიერი კანონის დარღვევაა. ეს არ შეიძლება. ეკლესია ასე არ ცხოვრობს. ეკლესია ასე არ ცხოვრობდა. ეკლესიის წიაღში არის იერარქიულობა და ჩვენ სამღვდელო პირები მოქმედენ ლოცვა კურთხევით ეკლესიის. და არც ერთ სამღვდელო პირს არ აქვს ავტონომია, რომ თვითონ გადაწყვიტოს ის, რასაც არ უნდა წყვეტდეს სამღვდელო პირი. აქვს მას უფლება რაღაცა გადაწყვიტოს, მაგრამ ასეთ საკითხებს, რომელიც სინოდალური გადაწყვეტილება და მით უმეტეს ადგილობრივი მღვდელმთავრის მიერ არის მიცემული ლოცვა კურთხევა არ შეიძლება ამის ანუ დარღვევა. ღმერთმა მოგცეს მოკლედ ძალა, რომ რაღაცნაირად ეს საუბარი გავითავისოთ, რაღაცნაირად ყველა შენდობას გთხოვთ ყველა, შეიძლება რაღაცა გარკვეულწილად გადავამეტე, შეიძლება არ ვიცი, მე თავისუფლად მოგისმენთ ყველა, შეიძლება რაღაცა შევამეტებდე, შეიძლება რაღაცას ინტონაციით სხვანაირად ვამბობდე, შეიძლება არ ვიცი მორალისტის ისე იგი მდგომარეობითაც კი შეაფასოს ვინმემ რომ ვსაუბრობ, მაგრამ მე გეტყვით ერთ რამეს, მე მასაუბრებს ერთი რამე, გულის ტკივილი. გულის ტკივილი და მოდესაც სიღრმისეულად უყურებ გარკვეულწილად რაღაცა ეკლესიაში მიმდინარე რაღაცა აი ამ რაღაცა პრობლემას, ხო, რაღაცა გულით ტკივა ადამიანს, ანუ გულით ტკივა ადამიანს და ეს გულის ტკივილია, რომელიც მოკლედ აძლევს შინაგან რაღაცა ისეთ ძალას, რომ ამაზე შევეცადო ხოლმე რომ ვისაუბროთ. მრავალ ნათლისღებას დაესწარეთ. გილოცავთ ყველას მოკლედ ნათლიებს, აგილოცავთ ნათლულებს. ერთმა პასუხისგებლობა გაგვიღვიოს, გაგვახსენოს ჩვენი პირადი დადებული აღთქმები, რომელიც ჩვენ დავდეთ, როდესაც ჩვენ მოვინათლეთ ღვთის წინაშე და მეორე გავიხსენოთ და გავახსენოთ ჩვენს ნათლულებსაც, მოკლედ მათი დადებული
ისე იგი აღთქმანი და ფიცი ღვთის წინაშე და შევეცადოთ რომ აბა შევიკრიბოთ ერთად ვისაც შეუძლია და ნათლიებმა და ნათლულებმა გარკვეულწილად ეკლესიაში გავატაროთ ეს დღე. კვირა დღეა, მადლობა ღმერთს. წყლის ასაღებად კი არა და რაღაცა იქ იმაში სხვადასხვა რიტუალში კი არა. წირვაზე წაიყვანეთ თქვენი ნათლულები. კვირა დღეა. მოდი აბა დღე უბრალოდ შეეცადეთ დილით, გაიღვიძეთ, დააძალეთ საკუთარ თავს და წადით მოინახულეთ თქვენ ნათლული. დღესვე დაურეკეთ, ხვალ დაურეკეთ, შეითანხმეთ ის რომ წაიყვანეთ. თუ პატარები არიან, პატარები უზმოზე თუ იქნებიან, ისე იგი აღსარების გარეშე ზიარებაც კი შეიძლება და აბა მოდი ყველამ ერთად ეს პასუხისგებლობა ნათლისღების დღეს გავიაზროთ თელმა ქვეყანამ რომ ნათლიებმა და ნათლულებმა გავიაზროთ ეს პასუხისგებლობა და ყველანი დავიძრათ ქრისტესაკენ იმისთვის რისთვისაც ნათლობა არის შესრულებული და ყველანი მოკლედ მივიდეთ და რაღაცა აი ღმერთს უთხრათ უბრალოდ უმფალო ჩვენ გვახსოვს ჩვენი დადებული აღთქმები ჩვენ გვახსოვს და შენდობას ვითხოვთ იმისთვის რომ ჩვენ ესე იგი შეიძლება ვერ ვასრულებთ იმას იმ პასუხისგებლობას რომელიც არის მაგრამ აი დღევანდელი დღიდან კიდე მეტად შევეცდებით მოკლედ გავხდეთ უკეთესი ქრისტიანები როგორც ჩვენ ასევე დავეხმაროთ უკეთესები გახდნენ ჩვენი ნათლულები. ღმერთმა ლოცვის ძალა მოგცეთ, მრავალ შობა ახალ წელს დაესწარით კიდევ ერთხელ და გილოცავთ დამდეგ ნათლისღების დღესასწაულს. ღმერთმა გაწმინდოს, გაასუფთავოს და გაასპეტაკოს ჩვენი ყველათაგანის გული, გონება და სულიერი ძალები და ასევე ჩვენი სხეული. ამინ. მშვიდობიან ღამეს გისურვებთ ყველას.